დილით მათე მოტორში თბილისში 10 საათზე ზეთის რეკლამა გავაკეთეთ. 12 საათიდან პირველ საათამდე თათბირი ჩავატარეთ. ახლა ვართ დუბაიში 2 საათია თათბირს ვატარებთ ქვევით. აი ამ სავაჭრო ცენტრის პირველ სართულზე ჩვენი სასმელების კომპანიაში და ახლა მე და ბატონი შალვა ამოვედითო რაღაცა გვეჭამა. მოდი, რისი თქმა მინდა. ახალგაზრდებო, მიუღწეველი არაფერია. დილით აი ამ ფორმით ვიყავი, ხო? აი ამ ფორმით ვიყავი თბილისში, ახლა ვარ დუბაიში. მოდი შალვა. ეს არის დუბაიში, დეირაში, დეირა სიტი ცენტრი და რისი თქმა მინდა. აი ამ წუთას რისი თქმა მინდა. მე მთხოვეს თბილისელებმა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა, ნაცნობმა, უცნობმა, რომ აი აქ დუბაიში ამოდენა სავაჭრო ცენტრში დამესაქმებია. მე და გასაქმეთ დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ხო? და ყველა მისის ჩემი ცენტრისა სასმელების მაღაზია. აი აქ 0 სართულზე პარკინგები სადაც არის, იქ არის უზარმაზარი საწყობიც და არის უზარმაზარი მაღაზია სასმელების. ხო გითხარით, რომ თუ ეს თქვენ დაგჭირდებათ, მიდით, იყიდეთ, დანარჩენი თქვენი საქმე არაფერი არ არის. ჯო, მიდიხარ და ეუბნებით. გელასი რა წილია, როგორ არის, რა არის, ჩვენ ღვინოს ხო არ ჩაიბარებ, ჩვენ არახს ხო არ ჩაიბარებ, ბიძია. აქ დაგასაქმე, იქ ჩაგიყვანე, მოგხედე, გიპატრონე, რამე ხო არ გავომირთმევია თქვენთვის. ან წილში ჩაგიჯეკით, ან რამე ღმერთმა დამიფაროს. ახლა რომ მიდიხართ და იმ ხალხს, ჩემს ხალხს აწუხებთ, ჩემს საწყობს აწუხებთ და ეუბნებით, რომ ღვინო მაგ და ჩაიბარე, ვინ ჩაიბარებს ჩვენს ღვინოს? ან როგორ შემოიტან დუბაიში ღვინოს და ან არახს. ეს ხო გამორიცხულია. ამიტომ გთხოვთ ყველას, თქვენ საქმეს მიხედეთ, სადაც დაგასაქმეთ და იმ საქმეს შეეშვით. იმას ყავს პატრონი და ვერავინ თქვენ იქ არასდროს ერთ ბოთ ღვინოს არ მიგატანიებთ. იმიტომ რომ ის არის დაკეტილი ზონა და არის ჩემი. მე როგორც ვიტყვი ისეა. რაც შეეხება კიდევ ერთჯერ გავიმეორებ შალვა, აი აქ